შონია, ადამიანი, რომლის სიკვდილზეც მთელი ქვეყანა ოცნებობს. მაგრამ შეიძლება კი ეწოდოს ადამიანი იმას, ვინც 5000-ზე მეტი ადამიანის სიკვდილშია დამნაშავე. შონმა თავი ღმერთად წარმოიდგინა და გადაწყვიტა გაეწმინდა ეს პლანეტა იმათგან, ვინც მას აბინძურებს. ის ხელნაკეთ ბომბებს ტოვებდა მაღაზიებში, სუპერმარკეტებში, მოლებში, გადასასვლელებში, სასწავლო დაწესებულებებში და საბავშვო ბაღებშიც კი. ერთ დღეს კი ყველა მათგანი ერთდროულად ააფეთქა. ყველას ეგონა, რომ მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანდნენ. მთელი ამ დროის განმავლობაში კანონისგან მისი მშობლები იცავდნენ, რომლებიც მთავრობაში მუშაობდნენ. მაგრამ როდესაც ყველაფერი ძალიან შორს შევიდა, მათ შვილზე ხელის დაფარება აღარ გამოუვიდათ. ამჯერად მამას სხვა რამის გაკეთება მოუწია. მას შემდეგ რაც დაიჭირეს, შონმა თქვა, რომ არაფერი იცის და არაფერი ახსოვს. მეტიც, მას ადამიანები ძალიან უყვარს. რა თქმა უნდა, ეს მამას გეგმა იყო. ცოტა ხნით ის ფსიქიატრიულში დაეწვინა, ხოლო შემდეგ, როდესაც ყველაფერი ჩაწყნარდებოდა, სახლში წაეყვანა. შონი დადიოდა და ათვალიერებდა პალატებს. რა საწოდავები არიან, ზიან 4 კედელში და ვერაფერს აკეთებენ, უფრო და უფრო გიждდებიან, უმჯობესია თუ მოყლებიან. ახალგაზრდა ფსიქიატრიულის უკიდურეს მარცხენა ფრთაში გადაიყვანეს. იქ, სადაც როგორც მამა დაჰპირდა, კომფორტულად იცხოვრებს და არაფერი დასჭირდება დაახლოებით 1 კვირა. შონი მამას გაუბრაზდა, რადგან ამდენი ხანი აქ გაჩერებას არ გეგმავდა. როდესაც მის პალატას მიუახლოვდნენ, შონმა უცნაური კვნესა გაიგონა. ის რა, ამ ბლოკში მარტო არ არის? არა, ის ამაზე არ იყო თანახმა. მაგრამ როდესაც მან პრეტენზიის გამოთქმა დაიწყო, სანიტარმა უხმოდ შეაგდო ის პალატაში და კარი მიიხურა. ეს აუტანელია. მას უნდოდა მამისთვის დაერეკა, მაგრამ ტელეფონი არ მისცეს. ხო, სერვისი კი არა ნაგავია. როგორც კი გამოვალ, ამ ფსიქიატრიულსაც ავაფეთქებ. თან ეს კვნესა, თუ ეს მთელი ღამე ასე აპირებს ხმაურს. როგორ დავიცინო? შონი პალატიდან გამოვიდა და მეზობელთან წავიდა. ამ ფრთაში სულ 2 პალატა იყო, ერთი მისი, ელიტური, მეორე კი ჩვეულებრივი. ეს ძალიან უცნაური იყო. აქ საერთოდ არ უნდა ყოფილიყო მეორე პალატა, მით უმეტეს ასეთი საზიზღარი. ყოველ შემთხვევაში მამამ ასე უთხრა. ეი შენ, საწოდავო, ნება იბოძე და ხმა ჩაიგდე. თორე მისევიზამ, აქედან ხვალვე გაგაქრობენ. უცნობს თითქოს მისი საერთოდ არ ესმოდა, მხოლოდ თავს იქნევდა და ისევ გნესოდა. იდიოტი. მაგრამ როდესაც უკან დაბრუნებას აპირებდა, ზურგს უკან სიცილის ხმა გაიგონა. მოიხედა და ის შეშლილი დაინახა. მისი სახე დამახინჯებული იყო. თითქოს მან დაბომბვა გადაიტანა. ის პირდაპირ მას უყურებდა და იცინოდა. რა საშინელებაა, პერსონალი უნდა გამოვიძახო, რათა ეს მახინჯი აქედან წაათრიონ. ემოციურად გადატვირთული დღის შემდეგ შონს ძალიან სწრაფად ჩაეძინა. ის ძალიან დაღლილი იყო.
შონის ყვირილზე სანიტარი შემოვარდა. ბიჭუნა ამბობდა, რომ ის პალატაში უცნობი ქალბატონი შემოვიდა, შემდეგ კი მოითხოვა, რომ ის აქედან გადაეყვანათ. სანიტარმა ხმის ამოუღებლად მარტივად დააწვინა შონის საწოლზე და დამამშვიდებელი გაუკეთა. ბიჭუნამ წინააღმდეგობა არ გაუწია, რადგან ძალიან დაღლილი იყო. რამდენიმე დღის განმავლობაში შონი ცდილობდა დამალვოდა უცნობს, ან სანიტრებს გასაუბრებოდა, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი თითქოს არავის ესმოდა. ისინი ყველაფერზე პასუხს აგებენ, როცა აქედან გავალ. ეს უცნაური ქალი კი მას უყურებდა და გაუჩერებლად იცინოდა. ერთხელ მან გაიგონა, როგორ საუბრობდნენ სანიტრები კარს უკან. ისინი ამბობდნენ, რომ შონი გაგიჟდა, მას იზოლაცია სჭირდება და ხალათში უნდა გაეხვიათ. ბიჭუნა ძალიან გაბრაზებული იყო. ერთი სული ჰქონდა, როდის დადგებოდა შულის ძიების დღე. ეს ისეთი უსამართლობაა. მორიგ დღეს ოთახში სანიტარი შემოვიდა და უთხრა, რომ ტელეფონზე მამა ურეკავდა. ბიჭუნამ ტელეფონი გამოართვა და მამას საყვედურები დაუწყო პერსონალის შესახებ. მამაკაცმა გააჩერა ბიჭუნა და უთხრა, რომ ნერვიულობს მის გამო, რადგან მას გადასცეს, რომ შონმა რეალობის აღქმა დაკარგა. შონი ყვიროდა, რომ ეს ყველაფერი ტყუილია და მას ისე ექცევიან, როგორც ჩვეულებრივ უსახლკარო პაციენტს. ასევე უთხრა, რომ ის გვერდით უცნაური, საზარელი მოხუცი ქალი განათავსეს, რომელიც მხოლოდ იცინის და ტირის. მამაკაცმა უპასუხა, რომ უკვე ნამყოფია ამ ბლოკში და იქ არავის განთავსება არ შეეძლოთ, რადგან აქ მხოლოდ ერთადერთი VIP პალატაა. საშუალებაც კი არაა, რომ მეორე გაკეთდეს. მამამ უთხრა შონს, რომ ესმის მისი, ესმის, რასაც გრძნობს ბიჭუნა, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის. თუ ასე გააგრძელებს, მისი აქედან გაყვანა ძალიან გაუჭირდება. შონს უნდა ეპასუხა, მაგრამ ამ დროს სანიტარი გამოჩნდა და ბიჭუნას ტელეფონი წაართვა. ის ოთახიდან გავიდა. მას ამის დაჯერება არ შეეძლო. ნუ თუ მამა შეუთანხმდა ამათ და ყველანი მის გაგიშებას ცდილობენ. ამ დროს ისევ გაიგონა სიცილი. ხო აბა, აქ არის კიდევ ერთი პალატა და მას ვერავინ მოატყუებს. შუაღამით, როდესაც შონს ეძინა, მის პალატაში სანიტარი შევიდა. ბიჭუნა გარეთ გამოიყვანა და სადღაც გაუძღვა. იქნებ მამამ გადაიფიქრა, ჩემი აქ დატოვება და სახლში მაბრუნებს. მაგრამ სანიტარმა ჩვეულებრივ პალატაში შეიყვანა და ძირს დააგდო. სანამ პირს ისევ გააღებ პერსონალზე საყვედურის სათქმელად, მინდა გაცოდინო, რომ შენი საწყალი მამიკო გადააყენეს თანამდებობიდან. ახლა შენი ბედი ჩვენს ხელთაა. ჩვენ კი ვფიქრობთ, რომ შენნაირი არსება კომფორტულ პირობებში არ უნდა ცხოვრობდეს. საერთოდ არ უნდა ცხოვრობდეს სიმართლე თუ გინდა, მაგრამ ამას ისევ დავუბრუნდებით. სანიტარმა კარი მოაჯახუნა და შონი სიბნელეში დატოვა. ნუ თუ ეს დასასრულია, ნუ თუ ის შურს ვერ იძიებს. ყველაფერი მამის ბრალია. ეს მან მოიფიქრა, ისიც სიკვდილის ღირსია. მას ფიქრები პალატაში სიცილის ხმამ შეაწყვეტინა. ახლა შონი მარტო დარჩა სიბნელეში, თავის კოშმარებთან, რომლებიც თვითონ შექმნა.